დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ანუკა უკვე ჩვენთან ერთად არის როგორც წამყვანი, თუმცა ამ ბლოგშიც იქიდან გამომდინარე, რომ წინა ბლოგში ვერ ამოუწურეთ მისი შემოქმედება, მისი პრინციპში გამიზნულად ვერ ამოვწურეთ, რომ ახლა გვესაუბრა უფრო დეტალურად. გავაგზავნოთ პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა ამ სეზონზე ყოველ პარასკევს ყავს ძალიან გულწრფელი თანაწამყვანები და რესპონდენტები. ამ შემთხვევაში აქვს ხოლმე მნიშვნელობა ვისთან გაქვს ინტერვიუ თუ ზოგადად ეს გვჩვევია, რომ იყო ძალიან გულწრფელი. ზოგადად გვჩვევია, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ ჟურნალისტები რაღაც ძალიან დაძაბული. ან უბრალოდ დასაწყისში რომ გეკითხებიან, ხო იცი, შესაქმნელობაზე რომ მე ცოტა პოლიტიკაზე გადავიდენ და ის რო არ აინტერესებთ. აი ამ დროს ხოლმე აი არ შემიძლია ვერ ვარ ხოლმე გულწრფელი, იმიტომ რომ გრძნობ რო არ აინტერესებს. ხოდა როცა გრძნობ რო ჟურნალისტი გულწრფელად მართლა აინტერესებს, მე მეც თავისუფლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ როგორ მკითხავს და როგორ გრძნობ და დამოკიდებულებას გრძნობ. კარგი, ანუკემ ჩვენთან სტუდიაში იტანა რამდენიმე ნიმუში იმ კოლექციისა, რომელიც მან შექმნა. ეს არის, მოდი თან გვითხრით, თან დავადგინოთ. კი, რა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ხო, ეს არის გაზაფხულის ზაფხული 2015 წლის კოლექცია. ეხლა როგორი ნათელი ფერებია. ნათელი ფერებია და ის ხალისიანი რაღაც. არის ხელით ნამუშევარი. გავაკეთე ისე რომ ესეთი ძალიან ჰაეროვანი ნაჭერი, ცოტა უფრო მყარ და სახიან ქსოვილს შევუხამე და უფრო საღამოს ტიპის დინერის ჩასაცმელი უჩვარი. ნახრავამაზი. შემდეგ არის უკვე აი ესეთი ძალიან მერალამაზია. მადლობა. როგორ ხდება? როგორი ქალისთვის არის ეს განკუთვნილი? როგორია შენი გაზაფხული ზაფხულის ქალი, რომელსაც უნდა აუცილებლად იყოს თავდაჯერებული, აუცილებლად. ძალიან ცოტა სექსუალური, საქმიანი, ელეგანტური და ცოტა მკაცრი. ცოტა მკაცრი. თუმცა აი ამ კავას ნამდვილად ვერ იტყოდი, რომ არის მკაცრი, ეს არის რაღაც ისეთი ატმოსფერის ფერი რაღაცნაირი, ხო, ძალიან ისეთი გამოვიდა, თუმცა სპეციალურად გავაკეთე ესეთი. მადლობა. სპეციალურად გავაკეთე ცოტა ისეთი მამაკაცის ტიპის პერანგის მკლავები, უფრო მკაცრი დეტალები ყოფილიყო, ეს თლიანად არის ხელით ნამუშევარი. ანუ ამ ეს არის ერთი კოლექციის შემადგენელი ნაწილი, ხო? კი, უბრალოდ დაახლოებით 33, ხო, ეს სადა არის, უბრალოდ ესეთი დეტალები. უბრალოდ 33 კოსტიუმი იყო და ჯერ დაიწყო ლურჯებით, მერე გადავიდა შავში, შავიდან გადავიდა თეთრში, თეთრიდან რაღაც იასამნისფერში, იასამნისფრიდან ბაცვარდისფერში და ბოლოს უფრო ესეთმა მრავალფეროვნება შეინიშნება მოკლედ შენს კოლექციაში. ხო, მე მიყვარს ზოგადად, როცა ჩვენებისთვის კოლექცია ვითარდება ხოლმე და მაგ ერთი ძალიან დიდი მინუსი. ქართულ დიზაინერებს ჩვევიათ განსაკუთრებით ახლა რაღაც თვალს რო ვადევნებდი, ძირითადად იყო სულ მუქი ფერები, კიდე და ზოგიერთ კოლექციაში საერთოდ ფერი არ იყო და იყო სულ შავი. ხო, ზამთრის აი მაინც ქართული მომხმარებელი უფრო მუქ ტანსაც მომხმარებს. არა, მაგიტო არა. ბევრმა აჩვენა ზამთრის კოლექცია, იმიტომ რომ მომხდარი იყო ამის შემდეგ რეალიზება ძალიან მალევე და სამწუხაროდ არ არის ჯერ ჩვენთან აი ბოლომდე დამკვიდრებული, რომ ოქტომბრის პერიოდში ვაჩვენებთ ხოლმე გაზაფხული ზაფხული და უკვე გაზაფხულის პერიოდში ვაჩვენოთ ზამთარი. თვითონ მომხმარებელიც უნდა გადმოერთოს ამაზე, იმიტომ გააკეთეს ასე რაღაც უფრო ფინანსური მომენტებიც იყო. წინასწარ უნდა დავიკავოთ თადარიგი მოკლედ, რაც ჩავიცმევთ. აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა გულწრფელად გეტყვით ზაფხულის ტანსაცმელი, აი ეს ევროპული მოდის მიმდევრებს ზოგადად მოდის მიმდევრებს უკვე შეძენილი აქვს და ყველა მიცის რა არის მოდაში და ასე შემდეგ. ზამთრის პერიოდი უკვე ჩამორჩი მოდა. ზამთრის პერიოდი უკვე დამთავრებულია. მაგრამ მაინც რითი შეიძლება რომ ტენდენციურად გვეცვას დღეს ზამთარში. ეს მაინტერესებს მართლა. ზამთარში ჯერ კარგი. ზამთარში ტენდენციურად ძალიან ესეთი ლურჯი ელექტრიკი ტიპის პალტოები. ნუ პალტოები ამ სეზონზე არის, რა თქმა უნდა, ხა ზამთარია, მაგრამ ეს თავისუფალი ტიპის ოვერსაიზ რო ქვია, რომ აბსოლუტურად ყველა ზომის ადამიანმა ჩაიცვას. არის ჩემი ტიპის აი ესეთი შარვალი, ქვედა ბოლოს თარგით, რომელიც აგაკეთებული, მაგრამ ამ დროს შარვალი არის. ეს შარვალი ასევე არის 2015 წლის ტენდენციებში მთავარი. მუქი ფერები არის, მაგრამ ჭყიალა, შენახავ ჭყიალა და ცუია. ხო, აი როგორია იცი, უფრო სხივს რო აძლევს, ხო ეს უფრო რაღაცა გასასვლელი
და რაღაც ტელევიზიაში მოდიოდი, იმიტომ გავიფრანჭე ასე ვთქვათ, ეს უფრო არის საღამოს ჩაცმულობა და არის ასევე ძალიან მოდაში კეტები, ძალიან კლასიკურ და ბოტასები. ბოტასები, შეინიშნება ჩვენს ქალაქშიც მრავლად. აი ბოტასები ესეთ ცოტა უფრო შედარებით კლასიკურ სამოსზე. ხო, აი ქალური და ქვემოთ ამ დროს სპორტული არის ძალიან ის და 2015-16 წლის ზამთარიც არის ესეთი ცოტა უკვე გადადის ესეთი სპორტული სტილი, მაგრამ როგორ არის იცი ძალიან ქალურთან ქვემოთ აუცილებლად. შენ წინა ბლოგში საკოსთან ინტერვიუში ახსენე, რომ ძვირადღირებული ძვირფასი სამოსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარ გემოვნებიანი. არა და არც იმას ნიშნავს, რომ ხარ მოდური. ხო, და მოდური. ძალიან ცუდად არ გამიგოთ, მე გოიმება ეს ცოტა ისეთ სიტუაციას ვიხმარ, როდესაც აბსოლუტურად ერთი ბრენდის, რომელიმე ძვირადღირებული ბრენდის სამოსთ არის გოგო შემოსილი, ანუ კავა, ფეხსაცმელი, ჩანთა, საყურე, ყველაფერი შეიძინა ის. ხო, და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ შენ ფაქტობრივად ვერ აზროვნებ და რაც დაუშვათ რა ნახე რა თქმა უნდა დიზაინერი გთავაზობს როცა ლუკბუქს აკეთებს როგორ უნდა ჩაიცვა რა თქმა უნდა მაგრამ როდესაც შენ რაღაცა შენ დეტალს არ შეიტან და მთლიანად იქნები ამ დიზაინერზე ასე თქო დამოკიდებული და ფეხსაცმელი დაწყებული ხო აი მე მაგალითად ძალიან არ მომწონს და მგონია რომ უფრო საინტერესო ხო როდესაც გააქვს იმის საშუალება რომ ძვირადღირებული ტანსაცმელის ჩაიცვა და თან შეუხამო ამას დაუშვათ ზარა ნეიჩედები რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ რომ ყველას გარდერობს ალბათ ძალიან ეხმარება ქალებს იმიტომ რომ ბევრს არ აქვს იმის საშუალება რომ ჩაიცვას მაღალი დონის ბრენდების ტანის სამოსი და ისინი ესეთი შემთხვევა როდესაც ეს შემთხვევით მოხდი სიტყვაზე ვამბობ ბაზრობაზე და რაღაცა ძალიან მოგეწონა და გამოაყოლე ხელს შეუხამე ისეთ რაღაცას რომ ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგებს რომ ეს შეიძლება იყოს ბაზრობაზე შეძენილი ქონია ესეთი შემთხვევა თბილისში ბაზრობაზე არა მაგრამ ზოგადად ეხა იტალიაში მილანშიც არის გარკვეული რაღაც ადგილები სადაც იყიდება ან ჩამოფასებული ტანსაცმელი რომელიც 2 წლის წინ იყო მოდაში და დღეს გადასულია, მაგრამ მე ვიცი რომ ამას ყოველთვის ჩავიცნე. იმასაც ევროპაში ან აქ. კლიმარკეტზე ხომ არ ყოფილ ხარ და ხომ არ შეგიძენია რამე. კი. მეტრო არა. იმასაც ამბობენ რომ მოდაშია ის რაც გიხდება. აუცილებლად. არის ის რაც გიხდება, როდესაც ქალი ყოველთვის პოულობს თავის სტილს, რაც არ უნდა ჩაიცვას და აი ამ სტილს უსმევს ხას. შეიძლება ეს ტენდენციური არ იყოს, მაგრამ ის გამოიყურება და ხო გარკვეული სტილი გაცვია შენ. უკვე ხარ ტენდენციური, იმიტომ რომ ყველა კოლექციები კეთდება რაღაცა თემატიკას. აიღებენ ხოლმე დიზაინერები რაღაც ტრენდები რო კეთდება და იმის და მიხედვით, მაგალითად ეხ არის 70-იანი წლების ესეთი ჰიპი სტაილ მოდაში ძალიან და თუნდაც შენ შეუხამო მაგას შენი სტილი ან აი ამ შლაქსებზე რო ჩაიცვა რაღაც მამაკაცის პერანგი თუნდაც და გაიკეთო ჯაჭვები ლამას ფეხსაცმელზე, უკვე ძალიან ისეთი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად შემხვედრია ქუჩაში, ძალიან მოდურად ესე ტენდენციურად ჩაცმული გოგო მაღალწელიანი შარვლით, ძალიან მოკლე ტოპის ზედით, რომელიც ძალიან არ უხდება და შესაბამისად ეს აღარ ჩანს როგორც მოდური, ეს ჩანს როგორც რაღაცა ამოვარდნი, ხო, ცოტა კომიკური. ალბათ პირველ რიგში ფიზიკურ მონაცემებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგრამ მე ძალიან მომწონს, როდესაც პუტკუნა გოგოები იცნობა ხოლმე 50-იანი წლები, ანუ წელიდან გაშლილი კაბები, წითელი პომადა. აი უკვე შენ მისი მსუქნეს კი აღარ უყურებ იმას, რომ როგორ შეუძლია მას წარმოაჩინოს თავი ძალიან კარგად. და ხშირ შემთხვევაში ხოლმე გოგოებს საქართველოში ჩვევიათ, ვისაც დაუშვათ პრობლემა აქვს წონის, მოტკეცილი შარულები, რაც აი უკომპლექსებას ვითომ უსვამს ხას. ხო, არა და ეგ უფრო კომპლექსი მგონია, როცა შენ მაგას იცნობ, იმიტომ რომ ხო, ფაქტიურად შენ უსმევ ხას, შენს აი ყველა ამ დეტალს ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტილს და არ არის აუცილებელი რომ ძვირფას და ძვირადღირებული ბრენდები გვეცვას რომ ვიყოთ გამოვიყურებოდეთ კარგად. თბილისის ქუჩებში როცა დადიხარ ბუნებრივია ალბათ დიზაინერის თვალით აკვირდები ხომ ვის როგორაცვია შეგიძლია დაახასიათო რამდენიმე სიტყვით როგორია ჩვენი ქუჩის მოდა. ბევრი ადამიანისგან გამიგია ვინც ბევრს მოგზაურობს რომ თბილისი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია სადაც ესე მასიურად ხო კარგად აცვიათ შენი აზრი მაინტერესებს. ნამდვილად ვერ ვიტყოდი გაჩნდა უბანს ჩემი აზრით სად გაივli. არა უბანსაც გაჩნდა რა ხდება იცი ერთი ვიღაცა სვეცკი გოგო ჩაიცნობს რაღაცას და მე ხდება რაღაცა სასწაული კოპირება ან ინდივიდუალიზმი აკლიათ ფერები აკლიათ ახალგაზრდა გოგოები არიან სულ შავებში ყოველთვის მე დღეს მაცვია შავი ყოველდღიურად არ ხმარობ ხოლმე შავს
აი ესეც შავები, აუცილებლად ბათინკები. აი ჩემ მაღაზიაში ბევრჯერ შემოდიან ხოლმე გოგოები, რომ აი ვიტყურავ რა საინტერესო დაცვია, რომ შეგიძლია რომ შენ მისგან რაღაცა ისწავლო. მაგრამ ესე ქუჩაში რომ გავდივარ, თვითონ მას არის ყველა ერთნაირი. ყველა ერთმანეთს გავს, ყველას ერთნაირად აქვს თმები, მაკიაჟი, რაღაც 5 ტონა გამუქებული სახე. დამახასიათებელი ხომ არ არის. ძალიან პატარაა თბილისი და შესაბამისად მოდაც პატარა ქალაქია, მაგრამ ხო, მოდა სწრაფად ცელდება, მაგრამ შენი ინდივიდუალიზმი მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკარგო. ამიტომ ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად რაღაც განსხვავებული ტანსაცმელი გავაკეთო ხოლმე და ვერ იგებენ და იმ მაგას საერთოდ ბრაზდები რომ ვერ იგებენ და მე მეუბნებიან აქ შიში არსებობს ამ ქალაქში, ნამდვილად არსებობს და ამიტომაც ხდება კოპირება, ეს ერთსაცვია და მის მიმართ არ არის განსაკუთრებული დამოკიდებულება, მე ყველა ცდილობს რომ ისე ჩაიცვას, რომ იყოს რაღაცა არაფრით გამორჩეული, მაგრამ არც სასაცილო. ეშინიათ რისკები. აი მილანი იმის და მიხედვით, რომ ძალიან კარგი, ანუ მოდის ქალაქია და ასე შემდეგ, ჩემი თაობის გოგოები არიან, აი არ ვიცი, წყალწაღებულნი სრულიად სტილს მნიშვნელობით, იმიტომ რომ ძალიან დაბაწელიანი ჯინსები აცვიათ სპორტულ ფეხსაცმელზე, თმები აქვთ რაღაც სასწაულ ფერად შეღებილი და თუ გინდათ რომ მართლა იტალიაში კარგი აი ესეთი გემოვნები ჩაცმული ადამიანი ნახო, ყველა არის 30 წლის ზემოთ. 30 წლამდე შედეგებად გემოვნება. 30 წლამდე ბიჭების და გოგონებიც არიან, აი ძალიან ისეთები როკი, რეპი და ნუ ძალიან გადართულები არიან ამ სტილზე და არ ვიცი, შეიძლება აქაც ესია, თუმცა ქართველი გოგონები კიდევ უფრო ბევრად გემოვნებიანები არიან ჩემთვის, ვიდრე იტალიელი იმ თაობის გოგოები. მოდი ვისაუბროთ იმ შენს კოლექციებზე და ზოგადად როგორ ვითარდება, ანუ კოლექციიდან კოლექციამდე, როგორ იცვლება თემები? აი ამაზე გვესაუბრე. თემები, ფერები, სტრუქტურა, ფორმა. აი განწყობა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი როგორ ხასიათზე ვარ, აი რაღაცა პერიოდი მჭირდება ხოლმე, აუცილებლად უნდა იყოს ღამე, როცა მე კოლექციას ვაკეთებ, ყველას უნდა ეძინოს. რომ ჯდები და შემიძლია 40-45 კოსტუმი უცებ გავაკეთო. მე აქედან ხდება ყველაზე კარგების ამორჩევა და დაუშვათ დარჩა 20 საუკეთესო. ხო მე ამ 20 საუკეთესოს მარტო არ თმევ თავს თუ არიან ადამიანები, ვისთანაც კონსულტაციებს გადიხარ. არა, არიან ადამიანები, ვინც მეხმარებიან, ეს არის ჩემი მენეჯერი და ეს არის უკვე ბრენდის მენეჯერი, საერთაშორისო ასპარეზზე უკვე როცა გავალთ, ყავს ძალიან სერიოზული და კარგი გოგო. ნინო ელიავა, რომელიც არის მორიზლავის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოდი ესე ვიტყოდი და მე უკვე როგორ ხდება, იცი, ანუ მე ყოველთვის ვანახებ ხოლმე ამ ადამიანებს ჩემს კოლექციებს, ისინი უკვე მეუბნებიან, რომ იცი, ეს უფრო კარგია, ეს უფრო ცუდია და საუკეთესო დეტალები რჩება და დარჩა 20 კოსტუმი, ხო? ამ 20 კოსტუმი დაკეთდება დანარჩენი 12. მაგრამ აი რას ვიძახდი, იცი რა ერთი ნაკლი მაქვს თქო, მე თუ არ მე რო გავაკეთებ კოლექციას და რომ მიდურ მაღაზიაში, კიდე მინდება ხოლმე რომ გავაკეთო, დავამატო და თუ ძალიან მალე ჩვენება არ გაკეთე და შეიძლება საერთოდ შევცვალო ხოლმე კოლექცია და ეხლა რო დავიწყე ზამთრის კეთება, ანუ მაფრთხილებენ და მეუბნებიან და დამალული აქვთ კოსტუმები, რომ არ შევხედო და რამე არ გადავაკეთო და არ ჩავამატო და არ მოხსნა. აი სულ მაინტერესებს, მაგალითად აი ამ კოსტუმების შემთხვევაში ეს ფარფლებივით ჭყიალა ჰაეროვან დეტალს. მე მაინტერესებს, საიდან მოგივიდა ამის იდეა? არის რაღაცა ინსპირაციის წყარო, არის სადღაც დანახული, გაგონილი, რომელიც მე გინდა რომ რაღაცნაირად მოარგო შენს კოლექციას თუ როგორ ხდება ხოლმე ეს განსაკუთრებით მოფიქრება? არის ჩემთვის ინსპირაციის ყველაზე მთავარი წყარო, იმიტომ რომ თბილისში უბრალოდ იმიტომ რომ არაფერი არ ხდება და ანუ კულტურული ძეგლებიც ყველაზე პირად ვიცი. ხო, ანუ ვეღარ ვიღებს აი იმ ემოციებს და იმ რაღაც მუზები არ მომდის. უნდა წავიდე აუცილებლად ან საფრანგეთში ან იტალიაში და თუნდაც ქუჩაში სერნობის დროს შეიძლება არ ვიცი, რაღაც ქალი მომეწონოს და ის გახდეს ამ კოლექციის ინსპირაცია ან რაღაცა ნაგებობა, ან შეიძლება ფილმი ვნახო და იქიდან წამოვიდეს. ამ შემთხვევაში აი ამ ახალი კოლექციის შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან სტუდიაში რა იყო რაღაცა ის შთაგონების მთავარი წერტილი, ასე ვთქვათ, ამომავალი. ეს არის ამის მთავარი ამომავალი წერტილი, აი ყველაფერი არის ალბათ მაინც ესეთი ფრანგული
სანაპირო და აი ახლოს ბუნებასთან, იმიტომ რომ ეხლა არ მაქვს წამოღებული, ბევრი ხელით ამოქარგული ჭიამაიები იყვნენ, ნემსიყვაპირები და ასე შემდეგ. თან ეს არის ტრენდული და თან მეც მომწონს, ანუ მეც უნდა მომწონდეს რაღაცას რო ვაკეთებ, იმიტომ რომ გავაკეთო რომ აუცილებლად მოდაშია და შემდეგ გაიყიდა. გაგიკეთები ესეთი რაღაცა, რასაც შენ თვითონ არასოდეს არ ჩაიწვამდე. კი. და რატო? ანუ ეს მორგებული ყოფილა რაღაცა კომერციული გათხოვება. მომწონებია. არა, კოლექციაში არ ზოგადად შეკვეთეს ვიზახთ, ისე კოლექციაში არა. არა, კოლექციაში არა, აუცილებლად ყველაფერი ჩემ თავზე კეთდება ხოლმე. ანუ პრიმერკა რასაც ქვია ხოლმე, ყველაფერს ჩემ თავზე ვაკეთებ, აუცილებლად ჩემ თავზე ეწყობა. ტანსაცმელი და ჯერ მე უნდა მომწონდეს. მე თუ მომწონს და ვგიჟდები, მაშინ ვიცი რომ ყველას მოეწონება. სიახლეებს რაც შეეხება შენი გეგმები რა არის? როგორც ვიცი, დაიწყე საქორწილო კაბების კერვაც. არა, საქორწილო ერთი დეტალი, საბავშვო კოლექციაზეც რომ გითხრა მოკლედ. კი მოვასწროთ. შემდეგ ხო, ყველაფერი რომ მოვასწროთ. ეხლა გეტყვით ყველაფერს. ეს ჯერ დავიწყებ საქორწილო კაბებიდან. რაც მაღაზია გავხსენი, ანუ კერძო შეკვეთების დროს ხო მოდიან ხოლმე ზოგს უნდა დაუშვათ ბანკეტისთვის რომ ჩაიცოს ჩემთან. და პატარძლებიც მოდიან ხოლმე და პირველ პატარძელს უნდა დაუდგა ძეგლი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მოვიდა ადამიანთან, რომლის საპატარძლო კაბა ნანახი არ ქონდა, უბრალოდ მენდო. და აი გოგოს აი სუმაგას ვიძახი რომ წარმოიდგინეთ რამხელა დობა ქონდა ჩემ მიმართ, რომ ის ესეთ მნიშვნელოვანი დღის კაბა მანდო მე და შემდეგ უკვე ნინის კაბის მერე რონახის კარგი გამოვიდა და სხვათა შორის დღემდე მოდიან და მეუბნებიან ამ კაბაზე კომპლიმენტებს ისეთი მინდა არის ეს მომენტიც? ისეთი მინდა მეუბნებიან, მაგრამ ისეც ვერ გავუკეთებ, იმიტომ რომ ხო, როცა კერძო ანუ ისეთ შეკვეთა ხდება, არა, რაც შეეხება ეხლა ბავშვების კოლექციას, გრატოპასაში არის მაღაზია Little, რომელსაც სპეციალურად ანუკიმ გაუკეთა ბავშვების გოგონების კოლექცია, არის 4 წლიდან 8 წლამდე. და ძალიან ლამაზი გამოვიდა, იმიტომ რომ რაც პრანჭია გოგოსის გაუკეთა. აი მე რაც მომწონა ბავშვობაში, ესეთი გიპიურის კაბები, გიპიურის პალტოები, ოღონდ თბილი. ეს არის კაფსულა კოლექცია და ძალიან მიხარია რომ ბევრმა შეიძინა. ბავშვების შემთხვევაში არ როგორ ფიქრობ შენ თვითონაც დედა ხარ? აქვს მნიშვნელობა რაღაცა ტენდენციებს, როდესაც ვაცნობ ბავშვებს? კი, რა თქმა უნდა, მე მაგალითად მიყვარს, როცა უფროს და შუა თანავაშს ხოლმე, აი კახა სტილზე ვაცნობ და სადმე ერთად რომ მიდიან, ერთი სტილით რო არიან ხოლმე შემოსილები, მაგრამ ეს რო გითხოთ რომ ბავშვების ტრენდებს დამჯდარი ვარ და ვათვალელებ მეთქი მოგატყუა. წარმოვიდგენია გოგო რო გყავდეს იმას. და სიახლე, მე ვიცი რომ რაღაცა სიახლე გაქვს, ხო? ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სიახლე, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ თებერვლის თვიდან. ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება ანუკის მომხმარებელს ფეხსაცმელების კუთხით. ძალიან გაუხარდება, იმიტომ რომ ქართველებს უყვართ კარგი ფეხსაცმელი. და ფასიც არ იქნება ძალიან მაღალი. იქნება ხელმისაწვდომი. კი, და ხარისხი იქნება ძალიან მაგარი. როგორც ყველაფრის, რაც შენს ატელიეში იკერება პრინციპში. მოდი ახლა ვნახოთ რეკლამა. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით და უკვე საქმიანი ქალით შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვალოდეთ.